უღმესი მადლობა საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული საკითხების ჰერეთის პრობლემათა პრობლემური საკითხების ინვენტარიზაციისათვის და მე არ მინდა საკითხს ავწდე. გამოგაცხადებთ თუ შეიძლება. ბატონი ცირა ბარამიძე, პროფესორი, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საერთო საბჭოს წევრი. მადლობა. დღეს ჩვენ საუბრობთ ჰერეთის პრობლემებზე და არა საქართველოში არსებულ პრობლემებზე. ცალსახად გამოიკვეთა, რომ საქართველოს თავისი კეთილინება და სტრატეგიული ქმედებების სწორად განახორციელა განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური წარმომადგენლობის მიმართ. მაგრამ რა ვერ გააკეთა საქართველოს იმისთვის, რომ ჰერეთის პრობლემები ყოფილიყო გააქტიურებული და მოგვარებული, სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. მე ვწუხვა, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლის გამოსვლაში სამწუხაროდ არ იყო მოხსენებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პროგრამა აზერბაიჯანოლოგია, ქართული და რუსული სექტორი 240 კრედიტით საბაკალავრო პროგრამა. ორ სექტორზე მესამე სექტორიც მზად არის და სექტემბრიდან შეუდგება. სამაგისტრო პროგრამა და სადოქტორო პროგრამაც კი აზერბაიჯანოლოგიის მიმართულებით. მოკლედ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, რომ 2007 წელს ჩვენ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატგინეთ ეს პროგრამა ორივე სექტორით და ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს და განათლების კომიტეტს და იმ საკითხების მომგვარებელ სამუშაო კომისიას, რომელსაც თქვენ დაგეგმავთ და განახორციელებთ და ეჭვი არ მეპარება რომ განახორციელებთ. ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ამ ფორმატში. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 25 კრედიტით ისწავლება მარტო აზერბაიჯანული ენა ბაკალავრიატში, 15 კრედიტით მაგისტრატურაში ორივე სექტორზე. მე მინდა მაინც პრობლემათა არსებობის მიზეზებს მოკლედ შევეხო. რატომ იყო ასეთი წარმატებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური პრობლემების მოგვარებაში და რატომ ვერ მოხერხდა პირიქით? ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო, ასეთი დაკვირვება მაქვს, რომ ამ საქმეში ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული თავად აზერბაიჯანული მხარე, აზერბაიჯანის სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და კარგი და კეთილი მეზობელი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ და აზერბაიჯანის შესახებ ეს იქნებოდა საგანმანათლებლო კულტურული თუ სხვა პროგრამა ყოფილიყო წარმატებული, იყო ფინანსური მხარდაჭერაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კაბინეტიც კი არსებობს აზერბაიჯანის ძალიან დიდი ფორმატის. ყველაფერი გაკეთდა, ისინი აქტიურად ერთვებოდნენ. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევდა ინიცირება აზერბაიჯანის სახელმწიფოში ანალოგიური ქმედებებისა, სწორედ ჰერეთთან მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ განხორციელდა. მე პირადად მქონდა საშუალება 2007-ში მესაუბრა განათლების მინისტრთან აზერბაიჯანის ამ პრობლემებზე და ჩვენ მაშინ სწორედ დავუსვით ეს საკითხი ჰერეთის, მათ შორის საგანმანათლებლო კუთხით, სახელმძღვანელოების შეტანის, მომზადების, მათ გამოთქვეს მზაობა, მაგრამ სამწუხაროდ რეალური ქმედებები არ მოყოლია. მე მინდა უპირველეს ყოვლისა ამ პრობლემათა ინვენტარიზაციის შესაძლებელ ფორმატში წარმოვიდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გთავაზობთ ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, ჩვენი დოქტორანტების, რომელთაც მე ერაზმუსის და სხვა პროგრამით უცხოეთშიც ვაგზავნით, თანამშრომლობას, მოსამზადებელი სახელმძღვანელოების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა. მადლობთ, გავდოცირა.